უკრაინას მხოლოდ 2 თვე აქვს ომის დასასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შემდეგ ვლადიმირ პუტინი აუცილებლად გამოაცხადებს საერთო მობილიზაციას. ასეთი განცხადება დღეს ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გააკეთა და დასავლეთს კიდევ უფრო მეტი დახმარების გაწევისკენ მოუწოდა უკრაინისთვის. მაგრამ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ვლადიმირ პუტინის გეგმების ჩაშლა. და Financial Times დღეს წერს, რომ უკრაინის ბოლო წარმატებებმა რუსეთთან ომში დონალდ ტრამპის შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცია. ნატოს სამიტზე ანკარაში მან კი მიმდინარე სიტუაცია შეადარა თავის შეხვედრას ზელენსკისთან თეთრ სახლში 2025 წლის თებერვალში. ეს მაშინ იყო, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ხელში კოზირები არ აქვს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს უზარმაზარ და ძლიერ რუსეთს. ეხლა ტრამპი დარწმუნებულია, რომ მისი ურთიერთობა ზელენსკისთან შესანიშნავად დაეწყო, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს კი არ არის. გუშინ 4 შაბათს დონალდ ტრამპმა საჯაროდ 2-ჯერ დაფირდა, რომ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს. ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაგრამ დღეს დილით კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა იჩიულა, რომ ტრამპმა პუტინს ჯერ კიდევ არ დაურეკა. როგორც ჩანს, საუბარი გადადო. და როგორც პესკოვმა თქვა, ალბათ ტრამპს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. და აი ევროპის კავშირის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ დახურულ შეხვედრაზე ტრამპმა თქვა, დაფიქრდება, როგორ შეუძლია დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტზე მეტი წარმატების მიღწევაში. პარალელურად ნატოს დანარჩენმა ქვეყნებმა იკისრა ვალდებულება გამოყოს კიდევ 140 მილიარდი ევრო ამ და მომავალ წელს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას მოხმარდება. ამასობაში ოკუპირებული ყირიმის ნახევარზე მეტი უკვე მეოთხე დღეა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა ენერგოსისტემაზე უკრაინული დარტყმების გამო. ამ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემებმა კიდევ 12 ტანკერი დაარტყეს ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვანი ფლოტიდან. ყაზახეთმა დღეს სპეციალური ზომები მიიღო. ბლოკპოსტები განათავსეს რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, რათა რუსებმა მათ ბენზინი არ მოპარონ. ხოლო ვლადიმირ პუტინმა დაავალა ეგრეთ წოდებული მინი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების აშენება, რათა ნავთობის გადამუშავება უკრაინული დრონებისგან ფარულად მოხდეს. თუმცა შეგახსენებთ, რომ იგივე ვლადიმირ პუტინი სულ რამდენიმე კვირის წინ ამბობდა, რომ უკრაინული უპილოტო აპარატების დარტყმებს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირ შედეგს არ იწვევს. ჩემი სახელია ალექსეი პეჩიდოვა. მოდით ერთად განვიხილოთ დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილება, რადგან მისი რიტორიკა ძალიან შეიცვალა და ახლა ფაქტობრივად სწორედ უკრაინას უჭერს მხარს. თანაც ამას უკვე დაუფარავად აკეთებს, როგორც კრემლში იტყოდნენ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. ასე რომ დაიწყო აშკარა რბოლა, ვინ და რა პირობებით დაასრულებს ომს. უკრაინის ხელისუფლებას მხოლოდ 2 თვე აქვს, რომ რუსეთთან ომს ბოლო მოუოს. თუ ეს არ მოხდება, კრემლი შეიძლება სერიოზულ ესკალაციას მიმართოს. ასეთი გაფრთხილებით დღეს გამოვიდა ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი. მან განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი შეიძლება გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დაგეგმილია 20 სექტემბერს. შემდეგ მისი ციტატა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაგზავნოთ ზეწოლა და მკაფიოდ მივაწოდოთ სიგნალი რუსეთს, რომ მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებად. სექტემბერში რუსეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტი პუტინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მობილიზაციას არჩევნებამდე გამოაცხადებს, მაგრამ როგორც კი არჩევნები დასრულდება, ეს შესაძლებლობის ფანჯარა სწრაფად შეიზღუდება. რუსეთში ამ ეტაპზე ბევრი შიდა პრობლემა და გამოწვევა. რუსული საზოგადოება სულ უფრო მეტად განწყობილია ომის წინააღმდეგ. პუტინს გაუჭირდება შინ მშვიდობის შენარჩუნება. ასევე აღნიშნავ, რომ რუსი Z სამხედრო კორესპონდენტები ბოლო რამდენიმე კვირა თავადაც ავრცელებენ ამ თეზის, რომ როგორც კი არჩევნები ჩაივლის, როგორც იტყვიან, დასაკარგი აღარაფერი იქნება და შეიძლება გამოცხადდეს საყოველთაო მობილიზაცია. საერთოდ პეტრ პაველის განცხადების არსი ისაა, რომ საჭიროა სწრაფად აიზურონ ვლადიმირ პუტინი წავიდეს მოლაპარაკებებზე, თორემ მოგვიანებით უკრაინას კატასტროფა ელოდება. და ეს ბევრისთვის მოულოდნელად მოხდა. უფრო ოპტიმისტური პოზიცია დაიკავა დონალდ ტრამპმა. Financial Times დღეს წერს, რომ უკრაინის ბოლო წარმატებებმა რუსეთთან ომში დონალდ ტრამპი აღაფრთოვანა. მას ძალიან მოეწონა, თუ როგორ ანადგურებს უკრაინა ერთის შემდეგ მეორეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთში. და როგორც იცით, ჩემი წინა გამოშვებიდან მან ისიც კი განაცხადა, რომ ასეთი დარტყმები ომის დასრულებას აახლოებს. დაფიქრდით, ადამიანი, რომელიც ადრე ესკალაციაზე საუბრობდა, ეხლა ამბობს, რომ მოусმინეთ, ეს საკმაოდ გამართლებული ესკალაცია, რადგან ის ომის დასრულებას აახლოებს. ნატოს სამიტზე ანკარაში.
მან ისიც კი შეადარა მიმდინარე სიტუაცია თავის შეხვედრას ვლადიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში 2025 წლის თებერვალში. როცა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს კოზირები, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს, მაშინ შეგახსენებთ, ტრამპი აცხადებდა, სად მიდიხართ საერთოდ, რომ იბრძოლოთ უზარმაზარი, ძლიერი, ძლევამოსილი რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ნახეთ, სად ხართ თქვენ და სად არის რუსეთი. უბრალოდ დანებდით და მორჩა. თქვენ კოზირები არ გაქვთ, თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა გაიმარჯვოთ. მაგრამ გუშინ პირდაპირ ასე ტრამპმა შემდეგი განაცხადა. ამას დაჯერება რთულია, მართალია, ოვალური კაბინეტიდან დღემდე. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ასე თქვა მან ზელენსკიზე. ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება და იცით, უკრაინას დიდი მომავალი აქვს წინ. და ეს თბილი სიტყვები დონალდ ტრამპისგან მოულოდნელი იყო და სასიამოვნოდ გააოცა ევროპული დელეგაციები. делегации европейских стран. უკრაინის მიმართ შეცვლილმა ტონმა ევროპელებს დაეხმარა. განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცია ტრამპის მკვეთრი განცხადებებისთვის. მათ შორის მორიგი მუქარისთვის, რომ ყველა ამერიკულ ჯარს ევროპიდან გაეკვანს. ხო, ტრამპის საჯარო განცხადებების უკან რაღაცა სხვა იმალებოდა. ერთ-ერთი ევროპელ ლიდერის თქმით, დახურულ შეხვედრაზე ტრამპმა ძალიან კაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლა უფრო აქტიური იქნება. უკრაინას მხარს დაუჭერს და კიევის დასახმარებლად დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობას განხილავს, რათა მან მიაღწიოს გარღვევას ბრძოლის ველზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ამჯერად ტრამპი, ციტატა, ღირსეულად და სერიოზულად იქცეოდა. იცით, შეიძლება სკეპტიკურად მიუდგეთ ასეთ განცხადებას, რომ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ბევრმა ვერ შეამჩნია. ვლადიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე. დონალდ ტრამპმა წინადრეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ 4 შაბათს საღამოს აუცილებლად ესაუბრება ტელეფონით ვლადიმირ პუტინს. მან აღნიშნა, რომ მისი აზრით პირობები, რომელსაც რუსი დიქტატორი ომის დასასრულებლად აყენებს, იცვლება. აი ზელენსკის მიმართ ტრამპმა განაცხადა, ციტატა: ვფიქრობ ისინი, ანუ პირობები, ალბათ ნელ-ნელა უმჯობესდება და უახლოვდება იმ რაღაცებს, რაც თქვენ მოგწონთ. ჩვენ ძლიერ ზეწოლას ვახორციელებთ პრეზიდენტ პუტინზე. არ ფიქრობ, რომ მას მოსწონს ის, რაც ხდება. არ ფიქრობ, რომ ის აღფრთოვანებულია მიმდინარე მოვლენებით. შემდეგ ტრამპმა ზელენსკის პუტინის თხოვნა გადასცა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩასულიყო. ზელენსკიმ კი პასუხად იხუმრა, რომ ახლა მოსკოვში უსაფრთხო არ არის უკრაინული დრონების თავდასხმების გამო. და ეს აშკარად, ესე ვთქვათ, ტრამპს მოეწონა, ეს გაამხიარულა იქ. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 4 შაბათს საღამოს მაინც დაურეკავს ვლადიმირ პუტინს და გადასცემს მას ყველაფერს, რაზეც ისაუბრეს. მაგრამ დადგა ხუთშაბათის დილა, დადგა ხუთშაბათის შუადღე. მაგრამ ტრამპის მიერ პუტინთან დაპირებული საუბრის შესახებ საჯაროდ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებული. მხოლოდ შუადღის მოახლოებისას კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა მშრალად განაცხადა, ციტატა: ტრამპმა გუშინ პუტინს არ დაურეკა. აშშ-ის პრეზიდენტი აშკარად დაკავებული იყო. პუტინი მზად არის დიალოგისთვის ტრამპთან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა დიდი დამცირებაა ეს. ადრე ვლადიმირ პუტინი სპეციალურად აგვიანებდა ყველა მსოფლიო სამიტზე, რათა დანარჩენ ლიდერები მას დამცირებულებივით დალოდებოდნენ და მართლაც ელოდებოდნენ. მაგრამ შემდეგ ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა. და ახლა ის მთელი 4 შაბათის საღამო იჯდა და ელოდა ტრამპის დაპირებულ ზარს, მაგრამ ტრამპმა არ დაურეკა. ეხლა კრემლში უბრალოდ დაფიქრდით, უბრალოდ ამბობენ. ალბათ ტრამპს სხვა საქმეები ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ეს მელოდი გაუგებრობა ვლადიმირ პუტინი აღარ არის დონალდ ტრამპის პრიორიტეტი. სხვა შემთხვევაში ის დროს გამონახავდა და დაურეკავდა. არა, აშკარაა, ტრამპი მაინც დაურეკავს, რა თქმა უნდა, კიდე პუტინს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი დასრულდა, არა, დაურეკავს. მაგრამ ეხლა სწორედ პუტინი ზის ტელეფონთან და ნერვიულად ელოდება ზარს. როდესაც ტრამპს ამ მელოდისთვის იქნებ დრო გამოუჩნდეს. ცნობილია, რომ ბოლოს ისინი ესაუბრნენ ერთმანეთს 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს. მაშინაც კი პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა არსებითი დეტალები არ გაამჟღავნა და საუბარი საქმიანად და საკმაოდ კონსტრუქციულად დაახასიათა. ეს იყო ორი ლიდერის მეოთხე საუბარი წლის დასაწყისიდან. გარდა ამისა, კრემლში ახლა აშკარად შეინიშნება მსუბუქი პანიკა, რადგან ტრამპმა ისინი ნამდვილად შოკში ჩააგდო. და ახლა ისინი აღარ იციან საერთოდ როგორ რეაგირება მოახდინონ ამ ყველაფერზე. იმავე დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინის თავზე ცის პოტენციური დახურვის შესახებ.
გახსენეთ, რომ გუშინ ტრამპმა განაცხადა, თუ საჭირო იქნება უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში, თუ ეს ომის დასრულებას დაეხმარება, ამერიკა მზად არის გამოაცხადოს უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონა. ეს ნიშნავს ცის დახურვას. აი პესკოვმა დაამატა, რომ კრემლში ჯერ არ გაუგიათ მსგავსი არაფერი თეთრი სახლის ხელმძღვანელისგან. გარდა ამისა, მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი არ მიიჩნევს ტრამპის სიტყვებს კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ესკალაციად. არამედ აფასებს მათ, ციტატა, როგორც აშშ-ის ხელმძღვანელობის მცდარი წარმოდგენები. ანუ წარმოიდგინეთ, ტრამპი ზის და ამბობს, ეს არის ესკალაცია, რომელიც შეიძლება ომის დასრულებას დაახლოს. კრემლში ამბობენ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის ესკალაცია. ტრამპი უბრალოდ შეცდა. მაგრამ თავარი არის ცის დახურვა და აი აქ პესკოვი დაიბნა. შემდეგ მისი ციტატა. ადრე ასეთი განცხადებები არ ყოფილა. ადრე არავინაც კი არ განიხილავდა ცის დახურვის თემას. ნებისმიერ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ ნატოს წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იმუშავებენ. ეს სწორედ ის არის, წინააღმდეგად სტარდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ. ამიტომ ეს კიდევ გასააზრებელი. გასააზრებელია, რამდენად არის ეს საკითხი დამუშავებული და ვის შორის არის ის დამუშავებული. იცით, რუსებს ზოგადად ჯერ კიდევ არამხოლოდ ის არ გაუცნობიერებიათ, რაც უნდა გააცნობიერონ, არამედ ისიც, რომ ისინი საერთოდ არსებობენ ამ პლანეტაზე. იქნებ მათ გარეშე უკეთესი იქნებოდა. და აი დონალდ ტრამპის შეცვლილი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ მხოლოდ სიტყვებზე არ შეჩერებულა. არამედ აისახა ნატოს ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში სამიტის შედეგების მიხედვით. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-მ არაერთხელ დაბლოკა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში და გასულ წლიან ნატოს ლიდერების შეხვედრაზეც ჰააგაში. ანუ თითქოს მიიღეს საერთო დეკლარაცია, შემდეგ ტრამპი დაბრუნდა ვაშინგტონში და ვაშინგტონში თქვეს, არა, ჩვენ არ უჯერთ მხარს ამ უკრაინის მხარდაჭერას. მაგრამ ამჟამინდელ დეკლარაციაში ნათქვამია შემდეგი, ციტატა. უკრაინა წვლილს შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მოკავშირეები ერთიანი არიან უკრაინის ურყევ მხარდაჭერაში, მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი ბრძელვადიან პერსპექტივაში. ანუ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სიტყვებს იმის შესახებ, რომ უკრაინა არის ის ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ნატოს უსაფრთხოებას. ტრამპი უკვე დაბრუნდა ვაშინგტონში და ეს ფორმულირება ასე არც გაუუქმებიათ. როგორც იცით, მან ასევე აღიარა, რომ უკრაინული დრონები საერთოდ საუკეთესოებია და განაცხადა, რომ აშშ დიდი რაოდენობით იყიდის საბრძოლო დრონებს უკრაინისგან და რომ აშშ მზად არის უკრაინას მისცეს პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზია. ნატომ როგორც ბლოკმა ასევე დაჰპირდა უკრაინას 70 მილიარდი ევროს გამოყოფას მიმდინარე წელს და არანაკლებ ამდენივეს მომავალ წელს. აშშ მართალია ამაში არ მონაწილეობს. ფინანსირება ხორციელდება ალიანსის სხვა წევრებისა და კრედიტის ხარჯზე, რომელიც უკრაინისთვის დაამტკიცა ევროკავშირმა. მაგრამ როგორც უკვე იცით, ეს კრედიტი დაიფარება რუსეთის გაყინული აქტივებიდან. აქ ცოტა უხერხული სიტუაცია გამოვიდა, რადგან რუსები მიჩვეულები არიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას იმაზე, რომ უკრაინა მთლიანად ვალებშია და ყველა მას ვალს აძლევს. დიახ, სესხად, მაგრამ ამ ვალს თქვენ დააბრუნებთ, ან რეპარაციებით, ან თქვენი გაყინული აქტივებით. ამგვარად 2 წლის განმავლობაში 26 და 27 წლებში საერთო მხარდაჭერის მოცულობა არანაკლებ 140 მილიარდი ევრო იქნება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის ვალდებულებების გარდა, სამიტის მონაწილეებმა გამოაცხადეს ახალი შეიარაღების შესყიდვების შესახებ 50 მილიარდი დოლარის ოდენობით და შეთანხმდნენ კოლექტიური საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებაზე. ასევე გააღრმავონ თანამშრომლობა თავდაცვით ინდუსტრიასთან ინოვაციების დანერგვის დასაჩქარებლად. ინვესტიციების პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დასახელებულია მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი დარტყმის სისტემები, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კომპლექსები, უპილოტო სისტემები, მოწინავე ტექნოლოგიები, სადაზვერვო შესაძლებლობები, ტრანსატლანტიკური ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა და ხელოვნური ინტელექტის ძლიერი მოდელები. პარალელურად ნატოს სამიტზე გამოცვალდა ახალი თავდაცვის უსაფრთხოების და მდგრადობის ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც დააფინანსებს რუსეთისგან თავდაცვას. იმ სიტუაციაში, როდესაც ტრადიციული საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციები მაინც თავს არიდებენ თავდაცვით საწარმოებთან მუშაობას, და ეხლა ყურადღება. ამ თავდაცვის უსაფრთხოების და მდგრადობის ბანკის დამფუძნებელი ქვეყნები
9, მათ შორის კანადა, სანქტ-პეტერბურგი, თურქეთი და უკრაინა. ბანკს შეიძლება იაფად მოიზიდოს სესხების სახელმწიფო გარანტიებით და პირდაპირ დააფინანსოს უსაფრთხოების სფეროს პროექტები. ან კომერციულ ბანკებს მისცეს გარანტიები. ორგანიზატორების თქმით, დიდი ქვეყნები, მათ შორის გერმანია და შეერთებული შტატები, ამ ეტაპზე აკვირდებიან ამ პროექტს და შესაძლოა მოგვიანებით შეუერთდნენ. მოკლედ რო ვთქვათ, სანამ ტრამპი ირანით იყო დაკავებული, ევროპამ უზარმაზარი სამუშაო გასწია თვით ორგანიზების მიმართულებით. Financial Times-ის წყაროების მიხედვით, ნატოში ახლა იმედოვნებენ, რომ შეცვლილი პოზიცია ადრე არსებულთან შედარებით მყარი ცვლილებებისკენ მიდის. ცვლილებებისკენ. ტრამპის პოზიცია მყარი ცვლილებებისკენ, ვაშინგტონის მხრიდან კიევის მხარდაჭერისკენ და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მიიყვანს. ტრამპის დაპირება უკრაინას მისცეს ლიცენზია პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტების წარმოებაზე. შეიძლება გაკეთებული იყოს პუტინის გათვლების შესაცვლელად, რომელიც ფიქრობს, რომ უსასრულოდ შეუძლია უკრაინის განადგურება და აიძულოს იგი შეწყვიტოს წინააღმდეგობა. რადგან სწორედ უკრაინის მასშტაბური წდომა აშშ-ში სამხედრო პოტენციალზე ნამდვილად აშინებს ვლადიმირ პუტინს. ტრამპს აცნობს, რომ ამ მომენტში უკრაინა ომში ინიციატივას იბრუნებს. და რაც თავარია ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინმა თავხედურად უარი თქვა მომგებიან შეთავაზებაზე მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. და ახლა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინის უპილოტო აპარატების სფეროში უპირატესობის გამო. საშუალო და დიდი, ბიუჯეტური. ტრამპს კარგად ახსოვს, რომ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების საუკეთესო პირობებს სთავაზობდა, მაგრამ პუტინმა ტრამპის ძალისხმევა უგულებელყო და უარი თქვა. და ახლა დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინზე პირადი ცხენა აქვს, რადგან პუტინმა ფაქტობრივად ეჭქვეშ დააკენა მისი მოლაპარაკებების უნარები. მოდით ვიყოთ გულწრფელები. რატო უჭერდა ტრამპი ასე აქტიურად მხარს ვლადიმირ პუტინს და რატო ლაპარაკობდა დამამცირებლად ზელენსკიზე? აი, 1 წლის წინ, ცოტა მეტი ვიდრე 1 წლის წინ, 2025 წლის თებერვალში, ოვალურ კაბინეტში ტრამპი იჯდა და თქვა: "შენ კოზირები არ გაქვს. საერთოდ როგორ შეგიძლიათ იბრძოლოთ რუსეთის წინააღმდეგ? ის აუცილებლად გაიმარჯვებს." წინა წლის დასაწყისში რატომ ასე? იმიტომ რომ ის გულწრფელად სჯეროდა, რომ რუსები მართლა იმარჯვოდნენ, ხოლო ტრამპს გამარჯვებულები უყვარს. მაგრამ თითქმის 1 წელი გავიდა იმ შეხვედრის შემდეგ, на Аляске, на которой Путин уверял. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთი მთლიანად დაიკავებდა დონბასს სულ რამდენიმე თვეში და შემდეგ კიდევ წინ წავიდოდა. თითქმის 1 წელი გავიდა და ეს არ მოხდა. უკანასკნელ პერიოდში უკრაინა გამარჯვებას იწყებს. ამიტომაც ტრამპმა შეცვალა რიტორიკა. მას კარგად ესმის, ვინ იმარჯვებს და ვისთან აჯობებს მიემხროს, რომ გამარჯვებულებთან ერთად იყოს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ხოლო ახლა უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი, საშიშად და არასწორად მიიჩნევს იმ წარმოდგენას, რომ რუსეთი ომს აგებს და ომი დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, უკრაინის წარმატებულ შეტევებს რუსეთი კვლავაც შეუძლია უპასუხოს, იგივე ან კიდევ უფრო ძლიერი დარტყმებით. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა. ვერც ერთი მხარე ვერ იმედოვნებს, რომ ომის ასეთი ფორმა გადამწყვეტ სტრატეგიულ შედეგს მოიტანს. მიუხედავად ამისა, უკრაინა მხოლოდ ზრდის დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. ასევე ურთხამს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს. ხივიმი უკვე პრაქტიკულად მოწყვეტილია რუსეთს. ირიმში მეოთხე დღეა ვერ ახერხებენ ენერგომომარაგების აღდგენას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად დაირღვა. სრულიად არ არის სინათლე. არმიანსკში, ჯანკოიში, კრასნოპერეკოპსკში, ჯანკოის და კრასნოპერეკოპსკის რაიონებში, ეუპატორიაში, კერჩში, საკიში, სიმფეროპოლში, სუდაკში, ფეოდოსიაში. იქ ელექტროენერგიას ეტაპობრივად აწვდიან, დანარჩენ ყველა ტერიტორიაზე კი უბრალოდ გათიშვის გრაფიკებია. ამგვარად, ელექტრომომარაგების პრობლემები შენარჩუნებულია ნახევარკუნძულის 29 ქალაქსა და რაიონიდან 18-ში. ასე წოდებულმა კრიმენერგომ ხანგრძლივი ბლექაუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგოსისტემის ობიექტებზე დარტყმებით ახსნა და დაართმუნა, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, იუწყებიან წყლის არარსეობაზე ალუშთის, ჯანკოის და საკის რამდენიმე ქუჩაზე. ასევე 17 სოფელში, ძირითადად ჯანკოის რაიონში. ამასთან დაკავშირებით აღნიშნავ, რომ 8 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 ელექტროქვესადგურს დაარტყეს, ხოლო ვარკუნძულზე თვის დასაწყისიდან ნახევზიანდა. ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ხელმძღვანელმა რობერტ მადიარ ბროუდიმ განაცხადა. აი რა არის საინტერესო. მას შემდეგ რაც კირიმელებმა სოციალურ ქსელებში ჩინოვნიკების პოსტებზე არაერთი საჩივარი დაწერეს, ელექტროენერგიისა და წყლის ხანგრძლივი არარსეობის გამო
ასევე მოითხოვეს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის შემოღება. ამ ეგრეთ წოდებულმა ყირიმის ხელისუფლებამ იცით რა გააკეთა? ალბათ დახმარება დაიწყეს. არა, უბრალოდ კომენტარები გამორთეს საბუთარ გვერდებზე. ვითომ რაც სჭირდებათ რუს ჩინოვნიკებს რაღაც უბადრუკი ადამიანების საჩივრება. 9 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დართვა მიაყენეს რუსების გემებს, ნავთობტერმინალს და საბრძოლო მასალის საწყობს. უკრაინულმა დანაყოფებმა ერთდროულად რამდენიმე რუსული ფლოტის გემს დაარტყეს აზოვის ზღვის აკვატორიაში. საუბარია ჩრდილოვანი ფლოტის 12 ტანკერზე, რომლებიც ცდილობდნენ ბენზინის ყირიმში შეტანას. ერთი ბუქსირი და ერთი მშრალმზიდი. ეს გემები რუსული ჯარების დაჯგუფებებისთვის საწვავ საფოხი მასალებს ეზიდებოდნენ. ასევე ისინი გამოიყენებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციების გვერდისავლით გადასაზიდად. და ეს არის ომის ერთ-ერთი მთავარი დაფინანსების ცხარო უკრაინის წინააღმდეგ. აქვე აღნიშნავ, რომ უკრაინამ უკვე მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს სრულფასოვან სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს. თავდასხმის ქვეშ მოექცა ასევე ნავთობის ტერმინალი იუგ-რუსი ბატაისკში, როსტოვის ოლქში. საწარმოს მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ეს ობიექტი ნავთობპროდუქტებს ექსპორტზე აგზავნის. გარდა ამისა, მისი საშუალებით საწვავით ამარაგებენ რუსეთის ჯარებს სამხრეთის მიმართულებით. ხოლო ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ ვალუტას ომის დაფინანსებისთვის იყენებენ. კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობს მიაყენეს ლუგანსკის ოლქის სოროკინის რაიონში. მთლიანობაში ეს ღამეც საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა ოკუპანტებისთვის. ამასობაში საწვავის კრიზისი რუსეთში პრაქტიკულად კონტროლიდან გამოვიდა. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში უკვე განაცხადეს რუსებისთვის, რომ ბენზინის თავისუფალ გაყიდვაზე რუსეთი მალე არ დაბრუნდება. ამიტომ რუსებს უბრალოდ სჯობს ამას შეეგუონ. აიტანონ. რუსები ხომ ყველაფერს მორჩილად იტანენ. რუსეთმა უკვე ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა საწვავის შესყიდვები ბელარუსში. რათა როგორმე სცადოს შიდა ბაზარზე დეფიციტის დაფარვა, რომელმაც ყველა რეგიონი მოიცვა. შორეული აღმოსავლეთიდან კალინინგრადამდე. ივნისში რუსეთში ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ავტობენზინის მიწოდებამ 191,000 ტონას გადააჭარბა, რაც 3-ჯერ მეტია ვიდრე მაისში. მაშინ ეს მაჩვენებელი 77,000 ტონაა. და პირველ ნახევარწლის შედეგებით ბელარუსში ბენზინის შესყიდვები 20-ჯერ გაიზარდა. ეს არის 453,000 ტონა. ბელარუსიდან დიზელის იმპორტი უკვე 5-ჯერ გაიზარდა. იანვარ-ივნისში 216,255 ტონამდე. გარდა ამისა, გასულ თვეში რუსეთში გაიგზავნა 16 ტონაზე მეტი ბელარუსული ავიასაწვავი. ეს 3-ჯერ მეტია ვიდრე მაისში. საერთოდ როგორც მიხდით, რუსები ახლა ბელარუსიდან თელს საწვავს ირებენ. ამასობაში ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვარზე თითქმის 60 პოლიციური ბლოკპოსტი განათავსა, რათა უკანონო საწვავის გატანა აღკვეთოს რუსეთიდან მანქანების ნაკადის ფონზე. აგიხსნით, თავხედ რუსებს უბრალოდ ყაზახეთში მიდიან და იქ ბენზინს იპარავენ. როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, სამართალდამცველები ყველა ავტომობილს ამოწმებენ და უკვე გამოავლინეს დამატებითი საწვავის ავზების უკანონო დაყენების 255 შემთხვევა. ანუ რუსები იქ დამატებით ავზებს აყენებენ, ყაზახეთში მიდიან, იქ ბენზინს იპარავენ, შემდეგ თავის გაურეცხავ რუსეთში მიაყთ. დამრღვევები, რომელთა შორისაც იყო 195 რუსი და 60 ყაზახეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას დაექვემდებარნენ. ადრე ყაზახეთის ხელისუფლებამ შეზღუდა მეზობელი ქვეყნებიდან, პირველ რიგში რუსეთიდან, ავტომობილების ერთჯერადი შესვლა დღეში, ასევე შემოიღო საზღვრისპირა გზების 24 საათიანი პატრულირება, რათა საწვავის გატანა არ დაუშვას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ყაზახეთს უბრალოდ უწევს ყველა ძალა საზღვარზე მიმართოს, რომ ეს გაველურებული, დაუბანელი რუსები არ ჩამოვიდნენ და ბენზინი არ მოპარდ. მობილური ჯგუფები ამოწმებენ ავტოცისტერნებს და ბენზინგადამზიდებს. ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერჯან სადენოვმა განაცხადა, რომ წლიდან მოყოლებული თითქმის 600-მდე უკანონო საწვავის გატანის მცდელობა აღიკვეთა. რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე ყაზახეთთან მოსაზღვრე რეგიონების მცხოვრებლებმა ასტრახანის, ვოლგოგრადის, სარატოვის, ორენბურგის, ნოვოსიბირსკისა და ომსკის ოლქებიდან მასობრივად დაიწყეს ყაზახეთში ბენზინის საყიდლად წასვლა. ეხლა კი ყველაზე მთავარი. რუსებს უკვე ოფიციალურად ყიდიან ბენზინს არანაკლებ 100 რუბლად ლიტრზე. იმ დროს, როცა ყაზახეთში ბენზინის 1 ლიტრი საშუალოდ 50 რუსული რუბლი ღირს.
ამასთან საწვავის დეფიციტის ფონზე რუსეთში ფასები კვლავ იზრდება და ამას უსვამ ხაზს ეგრეთ წოდებული ბენზინ გასამართის სადგურის ქვეყანაში. ან წარმოიდგინეთ რუსეთი, რომელიც მახსოვს პერიოდი 2014-2015 წლები, როცა რუსები ყველგან სოციალურ ქსელებში ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ აი ყველაფერი ევროპა რუსული გაზისა და ნავთობის გარეშე დაინგრევა. დასავლეთი მთლიანად დაინგრევა, გაიყინება. მაგრამ აი დიადი რუსეთი უზრუნველყოფილია ბენზინით, გაზით და ასე შემდეგ. შედეგად, ეხლა ეს რუსები იძულებულნი არიან, როგორც ბოლოვითხები, გაიქცნენ ყაზახეთში, იქ ბენზინი მოიპარონ, ხოლო ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოები იძულებულნი არიან უბრალოდ საზღვარზე დაიჭირონ ეს რუსები. ამ ფონზე რუსეთში სრულად აკრძალეს ბენზინსა და დიზელის ექსპორტი. ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ რუსეთში შეიქმნას მინი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების ქსელი, რათა გაიზარდოს შიდა ბაზარზე მიწოდება. Ვითომ მსხვილი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები მუდმივად დარტყმის საფრთხის ქვეშ არიან და ამიტომ პუტინმა შესთავაზა განიხილო მცირე ქარხნების ქსელის აშენების შესაძლებლობა, რომლებიც შეიძლება სცადონ დამალონ უკრაინული დრონებისგან. და პუტინი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ამბობდა, რომ უკრაინული დრონების დარტყმები დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. აქ პუტინის ციტატას მოვიყვან. ამ სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართვაც მოთხოვნადია და ასევე წახალისებულია. ამ მიმართულებით კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ. აბსოლუტურად მართალი ხართ. რაც უფრო ფართოა ქსელი, მით უფრო რთულია მას ზიანი მიაყენა. იდეა გაჟღერდა საწვავის მწვავე კრიზისის ფონზე, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა დარტყმებმა გამოიწვია. და აი Energy Intelligence-ის შეფასებით, ივნისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა წლიურ ჭრილში 25%-ით შემცირდა და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. ანუ ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს პრაქტიკულად ვლადიმირ პუტინის მთელი მმართველობის განმავლობაში. აი მე მგონია, რომ ეს ნელ-ნელა მისი დაღმასვლის დასაწყისია. მარტის შემდეგ უკრაინულმა უპილოტოებმა არანაკლებ 50-ჯერ დაარტყეს რუსეთის ნავთობის სექტორის ობიექტებს. მათ შორის ქვეყნის ყველა 10 უმსხვილეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას. ეხლა უკრაინული დარტყმების გამო რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით მესამედი შეჩერებულია. რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოების სიმძლავრეების და ეს ხდება ეკონომიკისთვის კრიტიკულ პერიოდში მოსავლის აღების კამპანიის დროს. ამ ფონზე მთავრობამ ბენზინისა და ავიაციური ნავთის ექსპორტის შეზღუდვების შემდეგ რუსეთიდან დიზელის საწვავის გატანაზეც დააწესა აკრძალა. ამავე დროს რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად შეზღუდა საწვავის გაყიდვა ქვეყნის 40-ზე მეტ რეგიონში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან საწვავის მიწოდების შეფერხებებისა და ავტოგასამართის სადგურების დახურვის შესახებ ცნობები უკვე თითქმის მთელი რუსეთის მასშტაბით ვრცელდება. აქ მრავალ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.